გამარჯვებათ, ამ ვიდეოში განვიხილოთ ისეთი კარგი პროგრამა, რომელიც ეწოდება TeamViewer-ი. მოკლედ, ალბათ ეს პროგრამა ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ეს არ იციან. მოკლედ, დავიწყოთ. ეს არის TeamViewer-ის მერვე ვერსია და მოკლედ დავიწყოთ მისი გადამოწერა. ეს პროგრამა არის სრულიად უფასო. თუ შეგიძლიათ გადამოიცილოთ მის ოფიციალურ ვებგვერდიდან. პროგრამა გადამოწერილია და დავიწყოთ მისი ინსტალაცია. დავიწყოთ პრინტ სერვერში, გავიჩიოთ. ხოლო ამ პროგრამის ვალდებულება არის, რომ შევიდეს იმ კომპიუტერში, იმ ID მისამართზე და იმ პაროლში, რომელსაც ჩვენ მოგვაწოდებს ჩვენი მეგობარი ან სხვა. ხოლო როგორ შეგვიძლია შევიდეთ სხვა კომპიუტერში. მოკლედ, იგივე TeamViewer-ი, ანუ ზუსტად ანალოგიური. ანუ მე თუ გადმოვიწერეთ TeamViewer 8, ვისთანაც უნდა შევიდე, ვის კომპიუტერში უნდა შევიდე, იმას ანალოგიური TeamViewer-ი უნდა გქონდეს. ანუ მე თუ გადმოვიწერეთ 8, ამასაც უნდა გქონდეს ეს ვერსია, რადგან ისე არ მოხდება მასთან დაკავშირება. აქ რაღაც ლიცენზია გვაჩვენებს, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პროგრამა. კარგი, დავიწყოთ. რა თქმა უნდა, როდესაც გავხსნით TeamViewer პროგრამას, მას აქვს ID მისამართი და პაროლი. ანუ ეს ID პაროლი ყოველთვის არ რჩება ერთ და იგივე, როგორც აქ არის 535, რა თქმა უნდა, როდესაც ხელმეორედ ჩავდოთ, შესაძლებელია სხვა იყოს, სხვა პაროლი, როგორც შეცვლილია. ხოლო როგორ დავკავშირეთ იმ კომპიუტერს, ანუ როგორ შევიდეთ სხვა კომპიუტერში TeamViewer-ით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სხვადასხვა უნდა გქონდეს ეს TeamViewer-ი, ზუსტად იგივე ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავკავშირდებით მას და მან უნდა მოგვაწოდოს ეს ID. შემდეგ ჩავწერთ აი ამ ID-ში მის ID-ს, დავაჭერთ podключиться партнер და როცა შევიყვანთ, დავაჭერთ აი აქ გამოსცემ პატარა პანჯერაში პაროლის შესაყვანებელი და გამოგიზავნით პაროლს და პაროლსაც შევიყვანთ ჩვეულებრივად. არის რაც გაიხსნება ესეთი რაღაც მსგავსი ეკრანი, სადაც იქნება თავისი დესკტოპი, ანუ ეს თავისი პროგრამები, როგორც ამ შემთხვევაში მე მაქვს. ჩვეულებრივად ესეთი დესკტოპი იქნება, მაგრამ პატარა პანჯერაში ამ პროგრამას აქვს ისეთი ფუნქცია, რომ შეგვიძლია გავიდეთ მთლიან ეკრანზე, ანუ ჩვენ სულ ვიცით როგორ შევხედოთ მის დესკტოპს და შეგვიძლია მისი კომპიუტერიდან გადმოიცვალოს სხვა ფაილები, ასევე შეგვიძლია ნებისმიერი ფუნქცია ჩაურთოთ, გავჩიოთ, ან რაღაცას მაგალითად რაიმეს დახმარება მოუნდება, შეგვიძლია შევიდეთ მას გავაკეთოთ და შემდეგ მოკლედ ძალიან კარგი პროგრამაა. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. დიდი მადლობა ყურებისათვის. გამოიწერეთ ჩემი არხი და ასევე დავლოთ ახალი ვებგვერდს, ჩვენს ვებგვერდზე. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. ნახვამდის.